16 ივლისს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი პროფესიულ დღეს აღნიშნავს და ამ თარიღთან დაკავშირებით დღეს ვისაუბრებთ იმ ადამიანებზე, რომლებიც საქართველოს საზღვაო უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, ასევე იმ საერთაშორისო გამოცდილებასა და თანამშრომლობაზე, რომელმაც ქართული სანაპირო დაცვა თანამედროვე და პროფესიონალურ სტრუქტურად აქცია. ნინო კალანდარიშვილი, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის სამსახურის უფროსი და ბადრი შენგელია, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი შემოგვიერთენ. მოგესალმებით. ოჯახიდან თავარი რამე აქვი. აბა რომელი შესანიშნავი ქალაქიდან არიან? მინდოდა, მაცადე. ისინი ჩამოვიდნენ სულ ცოტა ხნის წინ ფოთიდან სპეციალურად ჩვენი გადაცემისთვის, იმისთვის რომ ვისაუბროთ 16 ივლისზე აი ამ დღეზე და ამ დეპარტამენტზე, იმიტომ რომ მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან 16 ივლისი უკვე აღნიშნე და ვახსენე, პირველი კითხვაც ბუნებრივია ეს იქნება. თქვენთვის რას ნიშნავს ეს დღე და სად არის ახლა სასაზღვრო დეპარტამენტი განვითარების თვალსაზრისით? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მივესალმებით თქვენს მაყურებელს და დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ სანაპირო დაცვა ჩამოყალიბდა 1998 წელს და საქართველოს ისტორიაში პირველად განხორციელდა ამ წლის 16 ივლისს სანაპირო დაცვის კატარღის მიერ პირველი პატრულირება. მოგახსენებათ თავიდან სასაზღვრო სტრუქტურა ჩამოყალიბების პროცესში იყო და პირველ მესაზღვრეებს ძალიან რთულ პირობებში უწევდა მუშაობა. არ ყავდა საკმარისი რაოდენობის სანაპირო დაცვის კატარღები, ასევე არ ყავდაო ისე ამბობთ, თქვენს გახსოვთ ეგ მომენტები? მახსოვს, იმიტომ რომ ფაქტიურად სანაპირო დაცვა შეიქმნა 1998 წელს და მე გავწევრიანდი 2000 წელს. ფაქტიურად მონაწილეობა აი ამ განვითარებაში, სანაპირო დაცვის განვითარებაში პატარა ჩემი წვლილი მაქვს მიღებული და ეგ ძალიან დიდი საქმეა. ქალბატონო, თუ იმსჯელებთ აი ამ მედლების რაოდენობით, რაც დარწმუნებული ვარ, სრულად არ არის ახლა წარმოდგენილი, სხვა მცირე წვლილიც არ უნდა გქონდეთ შეტანილი და აი ამის შესახებაც რომ გვიამბოთ, რა არის ეს? დიახ, ეხლა ფაქტიურად აი აქეთ ამ მხარეს რაც არის, ეს არის ძირითადად უმციკლო სამსახურისათვის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში გაწეული უმციკლო სამსახურისათვის. ასევე სანაპირო დაცვა 5 წელი ამ შემთხვევაშიც იგივე დატვირთვა აქვს ამ მედალი არ არის ეს ჯილდოა და წარჩინების ნიშანია ყველა შემთხვევაში. დიახ, და ეს უკვე მეორე არის 15 წელი, ანუ სანაპირო დაცვა 15 წელი იგივე წარმატებული მუშაობისათვის და აქეთ მხარეს რაც შეეხება, ეს არის საერთაშორისო სწავლებებია, საერთაშორისო სწავლებების შემდეგ, ანუ მიღებული აღნიშნები, დიახ, ანუ მქონდა აი საშუალება, რომ მიმეღოს სამხედრო საზღვაო განათლება ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა სამხედრო საზღვაო სასწავლებელში, სხვადასხვა დროს. მათ შორის აღსანიშნავი არის ოფიცრის კანდიდატთა სკოლა, რომელიც სანაპირო დაცვის აკადემიაში არის არსებული, ასევე ოპერაციების სპეციალისტის კურსი, საერთაშორისო საზღვაო ოფიცრის კურსი და ყველაზე მთავარი, აი რამდენიმე წლის წინ გავიარე, ეს არის საზღვაო ეს იყო ომის კოლეჯში საზღვაო სამეთაურო კურსი. საინტერესოა. სერიოზული საზღვარგარეთული გამოცდილებაც მიგიღეთ. აი ბატონო ბადრი, იცით რა მინდა გითხოთ მაყურებელსაც და ჩვენს, კარგად რომ აგვიხსნათ რა ფუნქციები შედის სანაპირო დაცვაში. აქ იგულისხმება მაგალითად საზღვაო სივრცეში ყოველდღე კატარღით გასვლა და საზღვრის შემოწმება, კონტროლი, რა საფრთხე შეიძლება იყოს ზღვის მხრიდან. თუ აი რას მოიცავს თქვენი ყოველდღიური სამსახური რომ აგვიხსნათ. კი ბატონო, პირველ რიგში მადლობა დაინტერესებისთვის, პროფესიონალური დღის მოლოცვისთვის. მინდა დავიწყო იქედან რომ ეს სანაპირო დაცვის დეპარტამენტი არის ესე რომ ვთქვათ სასაზღვრო პოლიციის ქოლგის ქვეშ და ეს არის სამ განზომილებას მოიცავს, ესე რომ ვთქვათ არის როგორც სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, ასევე სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი და სანაპირო დაცვის დეპარტამენტი, რომლის დღესაც უახლოეს მომავალ 16 რიცხვში აღნიშნავთ. მოკლედ რა საფრთხეები შეიძლება იყოს? პირველ რიგში ესე იგი რას ახორციელებს სანაპირო დაცვა? ეგ არის ესე იგი საქართველოს ტერიტორიული წყლების სამართლებრივი კონტროლი, რეჟიმის კონტროლი, რომელსაც ყოველდღიურად 24 საათიან რეჟიმში აწარმოებს სანაპირო დაცვა. იქნება ეს სანაპირო დაცვის კატარღების მეშვეობით, განახსვლების მცირე კატარღების მეშვეობით, სარადარო
სადგურების მეშვეობით თუ სხვადასხვა, ესე რომ ვთქვათ, 20 საათიანი სამორიგეო სამსახურით, რომლებიც კოორდინაციას უწევენ ამ საქმიანობას, გამოწვევები, რასაც შეიძლება ვთქვათ, ეხლა საფხულია, მოგეხსენება ტურისტული სეზონი ხურდება, ესე რომ ვთქვათ და სანაპიროზე ფაქტიურად და ის მცირე საშუალება, რომლებიც ემსახურებიან ტურისტებს, მათი უსაფრთხოებისთვის სანაპირო დაცვის პირად შემადგენლობა უდიდეს წყვილს და უდიდეს შრომას დებს ამაში. იმედი მაქვს, რომ ეს სეზონიც რაც შეიძლება ნაკლები უბედური შემთხვევებით ჩაივლის და იმეც ვიქონიებ, რომ ჩვენი ესე იგი პროფესიონალი თანამშრომლები თავს გაართმევენ მაღალ დონეზე. იცით რა მაინტერესებს თქვენ მე ბჭყალებში რა თქმა უნდა დამემუქრეთ ეთერ შემოსვლის წინ რომ მაშინ ზღვაში გამომყევია როდესაც საუბრობდით იმაზე რომ ეთერში შემოსვლამდე ქალბატონი ნინო და ბატონი ბადრი ნერვიულობდნენ საკმაოდ ღელავდნენ და ეს პასუხი მივიღე მე და აი რომ გამოვყვეთ ყველაზე დიდი გამოწვევა საფრთხედან ხო აი ყველაზე ისეთი რა არის რთული ზღვაში ყოფნის დროს ეხა თქვენ ეხა საქმიანობას აწარმოებთ ეხა სტუდიაში ზიხარ და ყარად ზიხარ და მინდა დაგარწმუნოთ რომ როდესაც თან საქმე გაქვს შესასრულებელი და თან ცოტა გაქანავებს კი და თან ყარად ვერ დგეხარ ფეხზე და სტიქიასთანაც გიწევს ესე რომ თქვა შეჭიდება ნამდვილად რთულია ყველაფერი მიჩვევადია არაფერი ისეთი განსაკუთრებული როგორც თქვენ გითხარით ჩვენც ეხა როგორც თევზის წყალში ჩვენც ისე ვგზნობთ აქ თავს ასე ქალბატონო თქვენთან მაქვს ერთი ესეთი კითხვა კალანდარიშვილი და კალანდია რამ გაყო საფუძე ერთი გვაქვს ამიტომ ძალიან ადამიანური კითხვა მინდა დაგისვა საერთოდ ქართველი სამხედროები როცა შეხედავ აღლუმზე არიან ყველაზე მოწესრიგებულები მაგრამ მათ შორის ყველაზე გამორჩეული არიან ხალხი რომელიც არის ზღვასთან დაკავშირებული ხო და ეს საზღვარი მუდმივად თეთრი ქათქათა ფორმები გაცვიათ ესე იგი ეს დაწყრიალებული მოწესრიგებული ადამიანურად მაინტერესებს როგორ ახერხებთ ამას რომ მიუხედავად იმისა რომ ასეთი სამსახური გაქვთ სულ მოწესრიგებული ხართ ბინუვლის ამ თქვენს შესანიშნავ ფორმებს და აუცილებლად უნდა გკითხოთ ფოთთან დაკავშირებით იმიტომ რომ იქ როგორც ვიცი შეიძლება ვცდები საზღვაო აკადემიის რაღაც საოცარი შენობა მზადდება ხო მგონი და ამის რეაბილიტაცია აი ამ თემებზე რომ მითხრათ პირველი როგორ უვლით ამ ფორმებს მინდა გითხრათ, რომ ეს ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვალეობა ფუნქციაშიც შედის ფაქტიურად, იმიტომ რომ ფაქტიურად ჩვენი ფორმა არის ჩვენი სიამაყე, ეს არის სამსახურის სახე და აუცილებლად მოწესრიგებული უნდა იყოს და როგორ ვახერხებთ ეს რადგან ოფიცრები ვარ და არა მარტო ოფიცრები, ეს აუცილებლად პირველ რიგში ფორმა არის სამსახურის სახე და ამიტომ ეს ჩვენი მოვალეობა რომ ვიყოთ ესე იგი მოწესრიგებულად და სხვათა შორის ოფიცრის კანდიდატთა სკოლა რომ ვახსენდი ამერიკის შეერთებული შტატების აკადემიაში, აი პირველ რიგში მაგ იყო აქცენტი გაკეთებული ფორმის მოწესრიგებაზე. ეს რაღაც ალბათ ფორმის მოწესრიგება ერთია რომ ფორმა რასაც ჩვენ ვხედავთ და მეორე რაღაცა დისციპლინის ნაწილი არის და ეს დისციპლინის ნაწილია, დიახ. თუ აი მცირედ რაღაც დარღვევა, ძალიან მცირე აი ოდნავ დაჭრილი, აი მაგაზე ოფიცრის კანდიდატთა სკოლაში იყო ისეთი დამსჯელი ღონისძიებები, რომ მეორეჯერ აღარ მოგინდებოდა რომ აი რაღაც მცირედი ხარვეზიც ყოფილიყო ჩვენს ფორმაზე. კი ბატონო. ბატონ ბადრი, მოდით ავიღოთ თქვენი სამუშაო არეალი, შავი ზღვა ძირითადად, ხომ? იქნებ გითხრათ, აი შავი ზღვის სასაზღვრო ზოლებში რა საფრთხეები შეიძლება იყოს? დარღვევის შემთხვევები რანაირად შეიძლება ფიქსირდებოდეს? ეს არის თქვათ უკანონო მცურავი საშუალება, თქვათ მიგრანტების არალეგალები თუ აი რა ძირითადი სირთულეები არის ისეთი და თქვენს გამოცდილებაში რა ყოფილა რომ განგვიმარტოთ და აქედან გამომდინარე ოკუპირებული ზოლიც ოკუპირებული ზოლიც შემოდის მარჯვენა მხრიდან ქვემოთ თურქეთის ხაზი ხო? აი კარგად რო აგვიხსნათ თქვენ საქმიანობაში ძირითადად რა შემთხვევები ყოფილა ესეთი დარღვის დაზღვევების და საფრთხის მიმართულებით. დიახ, ფაქტიურად თქვენ შეეხეთ ახლა ამ საკითხებს, ეს შესაძლებელია იყოს საზღვის კვეთის შემთხვევები, ეს შესაძლებელია იყოს არალეგალური თევზჭერა, მოგეხსენებათ კოლხეთის ეროვნულ პარკს, როგორც ხმელეთზე ზღვაში გააჩნია თავისი განსაკუთრებული ტერიტორია გამოყოფილი, სადაც აკრძალეს უბრალოდ მაგალითს გეტყვით, ამ ყველაფრის კონტროლი, სანაპირო დაცვის ფუნქცია გახლავთ, ეს ყველაფერი ხორციელდება სანაპირო დაცვის პირველ რიგში სადგურებს, სარადარო სადგურებს რადიოლოკაციური თვალთვალის მეშვეობით, რის შემდეგაც რა თქმა უნდა რაიონებში ეს რაიონები დაყოფილია რომ სამმართველოების მიხედვით
მიხედვით, ესე რომ ვთქვათ, ფოთსა და ბათუმში გვაქვს ჩვენ პირველ მეორე სამმართველო, მსგავსი დასახელებით, ოპერაციების მიმართულებით, რომელთა მცურავი საშუალებებიც კონკრეტულად მათ რაიონებში ახორციელებენ პატრულირებას. ამის გარდა შესაძლებელია ასევე საერთაშორისო ნაოსნობას ჩართულ გემებთან კანონდარღვევები, იქნება ეს ნაოსნობის წესების დარღვევა, რა თქმა უნდა. ასევე მე შემდეგ შემიძლია შევეხო კონკრეტულად ჩემს სამსახურს, თუ მე მექნება საშუალება. და კონკრეტულად შემდეგ შეგვიძლია ეს თემაც გავშალოთ. კი ბატონო, გითხარით, ძალიან საინტერესოა, აი კონკრეტულად თქვენ რას აკეთებთ, აი თქვენი სამსახურის ფუნქცია რა არის? ესე იგი, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი გახლავთ, ესე რომ ვთქვათ, უნიკალური პლატფორმა, რომელშიც ჩართულია აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოები, ამჟამად 11 სხვადასხვა უწყება იყრის თავს, რომელთაც სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც ჩართული არიან, ესე რომ ვთქვათ, საზღვაო რეჟიმის კონტროლში და განსაკუთრებით საქართველოს ტერიტორიული წყლის კონტროლში. მოკლედ საზღვაო ოპერაციის ერთობლივი მართვის ცენტრი იგივე ჯეიმოკი აგროვებს სხვადასხვა უწყებიდან კონკრეტულ ინფორმაციას და საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული გემები, რომლებიც პორტკოლს ვეძახით, ანუ განაცხადებენ საქართველოს პორტებში ვიზიტის შესახებ განაცხადს, მათი სკრინინგი მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით, გემები მოგეხსენებათ, ესე რომ ვთქვათ, კომპლექსური მექანიზმია, არ შედგება რაღაც ერთი და ორი შრისაგან, გემს გააჩნია დროშა, მფლობელი, იქნება ეს ტვირთის მფლობელი, მიმღები, გამომგზავნილი, რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით ჩვენთან ექსპერტები არიან ასევე ჩართულები, განსაკუთრებულ, ესე იგი, ორგანიზაციულ ტექნიკურ მხარდაჭერას, რა თქმა უნდა, სასაზღვრო პოლიცია ჩვენი სამმართველოს მეშვეობით უწევს ამ ცენტრს, მაგრამ ასევე, რა თქმა უნდა, ცენტრში ჩართული არიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, რომელზეც საუბრობდით და გადაწყვეტილების მიღებაში, ესე რომ ვთქვათ, ხელს ვუწყობთ, რომ ეს სკრინინგი და ეს შედეგები, საფრთხის შედეგები, რაც ჩვენი, ესე რომ ვთქვათ, პროდუქტის შედეგად იქმნება, მათ აძლევს საშუალებას რომ მოახდინონ კვალიფიციური გადაწყვეტილება 12 მილიანში, ანუ ჩვენს ტერიტორიულ ზღვაში, ამა თუ იმ საერთაშორისო ნაოსნობას ჩართული გემის შემოშვების შესახებ, ასე რომ მე ვთქვათ, ესე რომ ვთქვათ, კომპლექსური ესე ადვილი არ არის საქართველოს პორტებში შემოსვლა, როგორც მივხვდი, იმიტომ რომ საკმაოდ დიდ შემოცვლებას გარდიან. რა თქმა უნდა. ამ დეპარტამენტს თავისთავად მნიშვნელობას სცემს ის სტატუსები, რაც აი ამ დროთა განმავლობაში მივიღეთ, მათ შორის არის ნატოს ოპერაციული პარტნიორის სტატუსი. რა გზა გავიარეთ აქამდე და რას აძლევს ეს ჩვენ ქვეყანას? ესე იგი მე ვიტყვი აი ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ესე იგი 2011 წლიდან ჩვენ ანუ ოპერაციების მართვის სამსახურში ვცვლით ინფორმაციას ნატოს გაერთიანებულ შტატთან. ეს არის ყოველდღიური ინფორმაცია. ეს 2011 წლიდან. და რაც შეეხება ოპერაციულ პარტნიორობას, ეს 2017 წლიდან მოხდა, ესე იგი ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეფასებისა და უკავშირის პროგრამაში ჩართვა. და აქ ჩვენი, ესე იგი, კანონახსრულების ჯგუფმა გაიარა 4 საფეხური შეფასებისა და უკავშირის საფეხური და ამის შემდეგ საქართველოს თანაბირო დაცვას მიენიჭა ოპერაცია ზღვის მცველის, იგივე სიგარდიანის ოპერაციული პარტნიორის სტატუსი. და ეხლა ამჟამად ჩვენი კანონახსრულების ჯგუფის ტაქტიკური წარმომადგენლები არიან სამხედრო გემზე განთავსებული, ეს არის საბერძნეთის სამხედრო გემზე და ჩვენ მართვის ცენტრს გვაქვს ყოველდღიური კავშირი მათთან. ეხლა თუ განთვალისწინებთ შემონუცა ბერძნები და ქართველები ზღვაოსნობაში როგორ ახლოს იყვნენ ჯერ კიდევ კოლხური პერიოდიდან ტრადიციების გაგრძელება. ნამდვილად დიდი პროგრესი აქვს ამ სამსახურს, წარმატებებს გისურვებთ, დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი არის ასეთი და რა ვიცი, უსაფრთხოება უსურვოთ ჩვენს საზღვაო საზღვრებს. ჩვენ პირადად და შესაბამისად ჩვენს ქვეყანას. წარმატებებს დიდი მადლობა. ნინო კალანდარიშვილი, ბადრი შენგელია იყვნენ ჩვენი სტუმრები.